მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ, როგორ ხდება რეალური ცვლილებები. არა მარტო ასტროლოგიურად, მაგალითად, ასტროლოგიაში ვიცით, რომ ეს ტრანზიტებიც გჭირდება, ამისთვის დაბნელება გჭირდება ხოლმე. გჭირდება რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ტრანზიტული ასპექტი, რომ მართლა ჩაირთოს დაბნელებები, განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის, მაგალითად 7 სექტემბერს არის დაბნელების დერეფნის გახსნა. და ეს პერიოდი განსაკუთრებით ძალიან კარგი არის ხოლმე პოზიტიური ცვლილებების ან ზოგადად ცვლილებებისთვის. თუმცა რეალურად რო დავიწყოთ ჩვენი თავის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორების ჩართვაც. ბედი და ცხოვრება იცვლება მეგობრებო ქცევის შეცვლით. ქცევა როგორც აზრობრივად და ფიქრებით, განწყობით, ემოციით, ასევე ელემენტარული რუტინული ქცევით. მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება, სად ვართ, როგორ ცხოვრობთ, ხო? აი, ცოტა მასშტაბებში უნდა შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას, ზევიდან უნდა დავხედოთ ჩვენ ცხოვრებას და შევხედოთ რა მოგწონს იქ, რა არ მოგწონს, რა შევცვლით, ან ეხლა რა სიტუაციაშიც ვართ, რა მოგვიყვანა აქამდე, რა ქცევამ, რა რწმენა წარმოდგენებმა, რა შინაგანმა ხედვებმა მოგვიყვანა აქამდე. აი ძალიან კარგად გვაჩვენებს ცხოვრებისეული მოვლენები, ხო? აი თოს რაღაცაში გაჭედილები ვართ. მაგალითად, ზოგი მოდის ხოლმე პირად ცხოვრებაში ვარ გაჭედილი, ზოგი მოდის კარიერაში, ზოგ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზოგს ყველაფერში ერთად აქვს პრობლემა, ხო? აი აქ ხდება ის, რომ სადღაც არ მიდის სწორად ადამიანი, დიდ სურათში უნდა შეხედოს თავის თავს და დაიწყოს უკვე რეალური ცვლილებები. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგს მაგალითად უყურებ და უბრალოდ მენტალურად უნდა შეიცვალოს, აზრობრივად, ანუ რაღაც დამოკიდებულებები აქვს ადამიანს არასწორი სამყაროსა და ცხოვრების მიმართ და რეალურად ხედავ ხოლმე, რომ ან ჯანმრთელობის პრობლემის სინდიკატორი არის, ეს მისი აზროვნების არასწორი მოდელები სიტყვაზე და სწორი და არასწორი რაც ნიშნავს, იცით, ნუ ახლა ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ახ ადამიანს უსმენთ აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს, წარმოდგენა არა აქვს, თქვათ, იმ სფეროში, ლილიტის რო ეძახიან, თუნდაც რა სხვა ასპექტის სფეროში და სერიოზულად დარწმუნებულია არასწორში რაღაცაში, ხო? ნუ ეს რა თქმა უნდა, მე ქვეცნობიერში აქ ხდება აცილება, ანუ მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება საერთოდ ეს ყველაფერი ეგოსთან არის ყოველთვის დაკავშირებული იმაზე, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, იმაზე მეტად ხვტებით ზევით, ვიდრე შეგვიძლია. ან ვიღაცები არიან, რომელიც არიან ზევით, მაგრამ ქვევით ეკაჩებიან საკუთარ თავს, ხო? ანუ პირიქით აქ მიდის რეალობასთან შეუსაბამობა, როგორც მაგალითად, რომ მოდი რა, ახლა დავანებო ამას თავი, ეს ჩემი არ არის და არ უნდა შევეტენო იქ, სადაც ჩემი არ არის, ხო? ან პირიქით, მე იქ ვარ და მაინც ვამდაბლებ თავს, ხო, ვიღაცეებთან მაგალითად, ან რაღაც აი ქალი რო არის მაგალითად დაბალი თვითშეფასება როგორ ჩანს, ხო? არის დესტრუქციულ ურთიერთობებში. აი თუ ქალი იქით ეხვეწება მამაკაცს მაგალითად ურთიერთობას, ან ქალი რომელიც ქალი ავიღოთ ან კაცი ავიღოთ, იქით ეხვეწება უფროს, რომ რაღაცნაირად დააფასოს, ხო? ნებისმიერ სფეროში ვლინდება. ეს არის უკვე დაბალი თვითშეფასება. ეს არის უკვე ის, რომ ადამიანს შეიძლება გაცილებით მეტი შეუძლია, გაცილებით მეტი ესმის და ვერ ხედავს ამას და სადღაც უკან წევს საკუთარ თავს, ხო? და განცდადობაში ეს ერთი და იგივე არის. ორივე გარკვეულწილად არაცნობიერში აგრესიას გამოავლენს საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი არასწორი ქცევის მიმართ. იქნება ეს დაბლადაწევა თავის თუ ზედმეტად მაღლა აწევა თავის. მე რასაც ხვდები აი ეს ეგოს თამაშები არის მთავარი პრობლემები ჩვენი იქნება ეს პირადი ურთიერთობა, კარიერული სფერო მაგალითად, ხო? ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აი ვიღაცას ხედავ, რომ ზედმეტად აქვს, ახლა ზოგჯერ მე მიყვარს ხოლმე თვითშეფასების ამაღლება ადამიანისთვის, რომ აი კარგი ხარ და ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია, ხო? მაგრამ ზოგს ხედავ, რომ მისთვის ეს პირიქით უფრო უარესიც კი შეიძლება იყოს. აი ჩემ ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებით კაცებთან მაქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ აი მინდა ხოლმე რაღაც ამხელი შეუწყო, აწიო ზევით მაგალითად, ხო? აი აწიო რა კუთხით, თუნდაც როგორ გითხრათ, სამსახურშიც მქონდა ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც ახლა ყველანაირად ვცდილობდი ხოლმე ხელი შემეწყო, ხო? და გარკვეულწილად შეიძლება ეს ამას რეაქციაც კი მოყვეს ამას რეაქცია, ხო? მაგალითად შეიძლება ადამიანს მისცე ის, რაც არ ეკუთვნის. ეს უბრალოდ ჩემი кейსები არის ხოლმე, ხშირად არის ის, რომ ვარღვევ სამყაროს კანონებს ხშირად. ამით რომ შეიძლება ადამიანს მივცე ის ემოცია, ის შესაძლებლობები, რომელიც არ ეკუთვნის, არ გამოუმუშავებია და აქ შეიძლება
დავიჯეროთ ხოლმე ცრუ ეგოსი, ხო, რომ აიმე მე რა მაგარი ვარ და სინამდვილეში შეიძლება მაგარი იყოს, მაგრამ ამას გამომშავება ჭირდება, ამას დამსახურება ჭირდება, ხო? და ეს რაღაც სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენში, ზოგადად ადამიანებსაც ახასიათებს. ახლა კაციც ახასიათებს კაცებსაც ეს, მაგალითად ქალებს რაღაც გაცილებით მეტი მისცენ, თუმცა ეს იშვიათად არის ხოლმე უფრო ნაკლებად კაცი ამას აკეთებდეს, მაგრამ პოლია ესეთი ხალხის, რომელიც აი მაგალითად ბევრი მიუციათ ემოცია ქალისთვის და ქალს საერთოდ სხვა რაღაც ეჭირდებოდა. და აქ რაღაცნაირად ფუსტრირებაც არის. ან პირიქით შეიძლება მისცეს ის თავდაჯერებულობა, რომელიც ასევე არ გამოუმუშავებია. უბრალოდ უფრო პირიქით ხდება ხოლმე, უფრო ქალებს აქვთ ეს პრობლემები, რომ ქალებმა შეიძლება ეს. ნუ მე ხა ჩემი ისტორიასაც გიყვებით, რომ ყოველთვის ეს არის, რომ მე ვაკვირდები, რომ ადამიანებმა უნდა გადაიმსახურონ, გამოიმუშავონ ეს ყველაფერი, ხო? და მე აქაც მოდის პრობლემა, ხო? რომ სადღაც არაადეკვატურად უყურებ ადამიანების შესაძლებლობებს, შეიძლება ზედმეტად აი ესე ზევით აკყავს ის ხალხი, რომელიც არ იმსახურებს ამას მაგალითად და პირიქით აქ ნაკლებად, ხო? სადღაც შეიძლება ის მომენტი, რომ ხა ვიღაცა ზევით არის და გეგონოს რომ ხვევით არის, ეს ალბათ უფრო შენ თავთან შეიძლება ესე იყას. შენ თავს ჩამაწევდე ხვევით. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ადამიანები, ეს პრობლემები ნამდვილად აქვთ და აქ ქცევის შეცვლა არის საჭირო. თუ შეგვიძლია ჩვენ რო გრძელვადიან პერსპექტივაში დავხედოთ ჩვენ ცხოვრებას, აი თუნდაც ახლა მე რასაც გეუბნებით, ხო ეს თერაპიულად გაცნობიერებული მაქვს. სხვადასხვა ვლადიმერ ბენაიძე მეუბნებოდა ადრე, რომ რაღაც პრობლემები გაქვს ენერგეტიკაში, იმიტომ რომ ვიღაცები ზევით აწიე. უნებოდა ყველა და ვინ სად. და მე რომ დავიწყებდით ხოლმე, რაღაცერად ფიქრობდი და მე თერაპიაზე რომ გამქონდა ეს თემა, მე მივხვდი ჩემ პრობლემას. მე სხვებთანაც რომ დავიწყეს, თქვათ, იმათი ენერგიაზე გარკვევა, მე მივხვდი რომ ქალებს ახასიათებთ ეს ზოგჯერ, რომ იმაზე მეტი მისცენ მამაკაც, მაგალითად შესაძლებლობები და რესურსები, ვიდრე ის მამაკაცმა გამოიმუშაოს ეს. ქალებთანაც არის ხოლმე ეს მართალი რომ გითხრათ, ეს დაუფასებლობას ეძახიან, თუმცა სიამდვილეში აქ არის არაადეკვატური ან თვით შეფასება, ან გარემოს შეფასება. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის არაცნობიერში იწვევს ცოტა ერორს. ხდება არაცნობიერი, სადღაც არ არის სწორად. და შემდგომ იწყება უკვე სერიოზული პრობლემები. მაგალითად, არაცნობიერად გადაეყაროს ადამიანი ისეთ ხალხს, რომელიც მას არ დააფასებენ, ან რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის მასთან და ეს მისი დვა იმისთვის ხდება, რომ მე უნდა დავინახო რეალურად სად ვგავარ, ხო? მაღლა ვდგავარ თუ დაბლა ვდგავარ პირობითად რო ვილაპარაკო. ამ ყველაფრის გაცნობიერების მერე იწყება ქცევის შეცვლა. ზოგს აქ იმხელა ეგო ხოლმე რომ ვეუბნები თერაპიის დროს და ვერ ხვდებიან რას ვეუბნები. ანუ ძალიან კარგად შეიძლება ხვდებოდნენ, მაგრამ ეგო აი თავის იმაზე დგას, რომ არა, მე მგონია რომ აქ შემიძლია ამას შევეჭიდო და საბოლოო ჯამში, ნუ ამათ ხელი უნდა გაუშვა, უნდა მიხვდე, რომ სამყარო მიხედავს, შენი არ არის, ესე იგი ადამიანი და სხვა თემაზე გადამოხოლმე საუბარი, ხო? ამ დროს ძალიან კარგად ჩანს, სიტყვებშიც ჩანს, ეს ხო ყველაფერი მე თვითონ გამოვლილიც მაქვს, ვამუშავებ მუდმივად ამას, ხო? ანუ გარკვეულწილად, როცა ცოტა ისე უდგახარ შენ თავს, ხო? აი ცოტა მოდით ესე ვთქვათ, კრიტიკულად ან კვლევით, რომ გაინტერესებს, ხო? იქ რაღაცებს ცოტა ისეც უყურებ რა, ანუ რასაც ამბობ მე გამომშავებული გაქვს ეს ყველაფერი. ისე არა გაქვს, ხო? ძალიან ხშირად არიან ხოლმე ზოგჯერ ხელმძღვანელებზე უსმენ ხოლმე ფსიქოლოგებს და აი გონზე არ არიან რას ლაპარაკობენ, არც ისმით, აი ადრეს თქვი ვიდეოში, რომ როგორ ძიკობს ადამიანი და რაღაც მიედმოედება, უკვე გასაგებია, რომ ცოდნა არ აქვს. და ცოდნაც არ აქვს, რატო? იმიტომ რომ თვითონ არ ცხოვრობს ამას, ხო? ადრეც მქონდა ერთ ვიდეოში, რომ ერთი არის ჩვენ რაღაც სფეროში ვიყოთ და მომხმარებელი ვიყოთ სფეროსი და მეორე არის ჩვენ შინაარსში, აი მართლა გვიყვარდეს თემა, გვაინტერესებდეს, გავდიოდეთ იმ ეტაპებს ყველას, ხო? და აი ძალიან კარგად მიმახვედრა აი ავთენტურ ემოციას როცა ვლაპარაკობთ ხოლმე ფსიქოლოგიაში, ავთენტურ მესთან კონტაქტში, რამდენად ვართ ამ ავთენტურ მესთან, ხო? ამ ყველაფერს თუ გავაცნობიერებ და ეს მე თუ მკითხავთ გულახდილად, ახლა ცოტა თერაპიის თემაც არის, თუმცა აი ესეთ ვიდეოებიც მეც მეხმარება ხოლმე სხვა ფსიქოლოგიური ვიდეოების მოსმენა, რომ ცოტა
ცოტა უფრო ჩაუღრმავდე ჩემ თავს უფრო რაღაცები გავაცნობია რომ კიდე დამატებით თერაპიის მიღმაც ხო აი აქ იწყება უკვე მე ქცევაზე ორიენტირება ქცევის შეცვლა ქცევაზე ორიენტირება რა შეიძლება იყოს ის ყველაფერში ვლინდება ქცევა იცით მეგობრებო აი ზოგს მაგალითად აქვს პრობლემა რომ მაგალითად ემოციებთან აქვს პრობლემა ზოგს მაგალითად ხო აი ემოციებთან ქცევა ჩვევათ აქვს რომ დაბლოკოს ემოციები მაგალითად მაგრამ ვერც ხვდება მაგას აი ცოტა თერაპიულ პროცესში ხვდებიან ადამიანები რომ სადღაც აქ უკვე პრობლემა არის ხო ან ხელთან აქვს კონტაქტი დაკარგული ადამიანს ან ელემენტარული რუტინული ქცევა აქვს არასწორი მაგალითად შფოთვა აქვს ადამიანს სერიოზული და ეს შფოთვა რა არის ხო ურანული ენერგია მე სადღაც ისეთ რაღაც სპონტანურ რაღაცებს ვაკეთებ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე არ არის მიმართული და შესაბამისად მე მომავლის შფოთვა მაქვს. იმიტომ რომ ესე იგი არაფერს არ ვაკეთებ ახლა, რაც გეგმასთან და მომავლის დაგეგმარებასთან და აი მომავალში რომ მივალ უკვე შედეგთან, იმის განცდადობა არ მაქვს, ხო? აქ ახლა ინდივიდუალურ თერაპიებში ჩანს ეს პირადი რუკის მიხედვით, ვის რა პრობლემა კონკრეტულად, მაგრამ თუ ქცევა არ შევცვალეთ თუ რუტინა არ შევცვალეთ, ან ფიქრები და აზრები არ შევცვალეთ, ან ქმედება არ შევცვალეთ, ხო? აი მაგალითად ქმედებაში გულისხმობ, როცა აქვს ადამიანს მიხვდა რომ დაბალი თვითშეფასება აქვს და მაინც აეკიდოს რაღაც ისეთ ტიპებს, რომელიც ვერ აძლევენ ვერაფერს, ემოციას ვერ აძლევენ და მე მეუბნებიან რომ აი რა ვქნა ამ ურთიერთობაში, რა გადავწყვიტო ამ ურთიერთობაში და არც არაფერი არ არის გადასაწყვეტი და გადაწყვეტოს ის რომ თვითშეფასება აიმაღლოს. ხო? აი რაღაც საკუთარ თავთან და გავიდეს კონტაქტზე ადამიანი, რომ მოდი რა, ჯობია ახლა ცოტა ხანი მოვითმინო, რაღაცები დავთმო და ვისწავლო ისეთ ურთიერთობაში შევიდე, სადაც არ იქნება ეს სამხრივობა, ხო? აი ეს საკვები არ იქნება. მაგალითად, აი ამ ეგოსთან, რომ მე რაღაც სულ დანაკლისში უნდა ვიყო მაგალითად. იქნება ეს კარიერული თემა, ხშირად ვთქვათ, რომ მე კარიერა საერთოდ არ მაინტერესებს და ამ დროს ხედავ, რომ მთელი პოტენციალი კარიერის სფეროში აქვს ადამიანს, ხო? აქ შეიძლება გამოვლინდეს შიშები თვითშეფასებასთან დაკავშირებით, რომ ის არ იმსახურებს ამას მაგალითად. ან გქონდეს განცდა, რომ ასუხისგებლობის შიში თვითგამოხატვის შიში იყოს აქ დომინანტი, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ პროფესიულად იყოს რეალიზებული ადამიანი, ხო? ეხლა, როდესაც კარიერაზე და პროფესიაზე ვლაპარაკობთ, ყველაზე რეალიზებული ადამიანი ეს არ არის მდიდარი ან კარგად შემოსავლიანი და სამსახური აქვს. რეალიზებული ადამიანი ის არის, ვისაც უყვარს თავისი საქმე, ემოციურად ჩართული არის ამ საქმეში და თამხლოსაც უხდიან. ყველაზე მარტივი, ხო? ანუ, როდესაც შენი საყვარელი საქმისგან, ანუ ეს ორმხრივი გაცვლა ხდება ენერგიის, ხო? რომ აი მე გავცემ ამ საქმეში და მიბრუნებენ ამ საქმეში ასევე, ხო? და მე რაღაცნაირად ბალანსში ვარ და აქ არ არის იმაზე, რომ ან ბევრი გამოვიმუშაო, ან ცოტა. ეს არის იმაზე რეალიზებულობა, როცა ჩემ შესაძლებლობებს, ჩემ ნიჭს ვიყენებ და აქ თან მაქვს სისავსის განცდა ყველა დონეზე. შინაგანი კმაყოფილებაც და ფინანსური მოტივაციაც. ეხლა რაც არის რომ მაგალითად ფინანსური მოტივაციით იწყებენ მუშაობას, ეხლა ბევრი ფსიქოთერაპევტი ვიცი, რომ აი, ნუ შემოსავლიანი ესე გონიათ, ოღონდ სიანდულეში, მაგრამ მგონია რომ თლად ესე იყოს. შემოსავლიანი საქმეა, გავყვები, ანუ ისე მომხმარებელი რო ხდები, ხო, სფეროსი და ნუ მე ის ვერ ხდება კარგი თერაპევტი, ან მოიწყინა სახში ზისულ, არაფერი საქმე არ აქვს და მოდი რა, წავალ თერაპიაში, ვისწავლი მე თვითონაც და ჩემი კარიერა მექნება. ესე მაინც არ ხდება ხოლმე. კი, შეუძლიათ გახდნენ 90% ესეთი თერაპევტები არიან, ვისაც არ უნდა გახედო ყველა თვით დასაქმებული არის ესე რომ დაისაქმეს თავითორე არა ის რომ ეხა ნიჭი და უნარები კონდეს ამისი ან დიდი სიყვარული ამ საქმის მაგალითად შესაბამისად არ არის ეს ის რაც უნდა იყოს ხო არ არის ეს ის იმ რეალიზების განცდა შეიძლება ეგო კმაყოფილი იყოს რომ აი როგორც იქნა ახლა სამზარეულოდან თერაპევტად იქცა სიტყვაზე ხა ძალიან ისე უხეშად რო თქვა ხო სიტყვაზე მაგრამ მეორე კუთხით არაცნობიერი შინაგანად ხო არარეალიზებულად თვლიდებს თავს ან მეორე ადამიანი რომელსაც მიატოვა ძალიან სერიოზული სამსახური და გახდა უბრალოდ თერაპევტი და არის ბედნიერი ამით ხო იშლება, იხსნება ამ სფეროში, უამრავ სწავლობს, უამრავ აზიარებს სიტყვაზე, ხო? აი ესეთ რაღაცები ეს არის უკვე რეალიზება საკუთარი თავის. და აქ თუ არ მედის ადამიანი, ესე იგი აქ რაღაცა არის ბლოკები, რაღაც არის ისეთი
პრობლემები, რომელიც უშლის ხელს ადამიანს ამ ყველაფერთან მივიდეს, ხო? აი აქ ხდება მე მუშაობა, იქ ასტროლოგიური მუშაობა იქნება, თერაპიული მუშაობა იქნება, გაირკვეს რა უშლის ხელს ადამიანს ამ ყველაფერში. როგორც წესი, ეგო არის ხოლმე ეს, ოღონდ ისე დაჩრდილული ეგო, პრობლემური ეგო, ის დაკომპლექსებული ეგო ზოგთან ამბიციური ეგო რო არის, ხა იმას ეჭიდება, რაც მისი არ არის და მე სულ მაგ პრობლემა მქონდა სხვათა შორის რომ ვნებდა მეც გარემოსაც ესეთი ხალხი, რომელსაც ქონდა არაადეკვატური თვითშეფასება. ანუ იმაზე, იქ ეგონა რომ ოკეია, ვიდრე სიამტვილში არის. ან ვერ ხედავენ, ხო? აი ჩემი ამ სფეროშიც აქტიურობა მაქედან გამომდინარეობს, მე ვხედავ ეს რამდენად დამანგრეველი არის, როცა ილუზიებში ხარ ადამიანი, არა მარტო შენთვის, არამედ გარემოსთვისაც, ხო? სიტყვაზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფერზე მუშაობა და როცა მუშაობთ ამ ყველაფერზე, მე რუტინები იცვლება, ხედვები იცვლება, დამოკიდებულება იცვლება საკუთარი თავის მიმართ, ხო? აი გოგოებს ვეუბნები ხოლმე ზოგჯერ, რომ აი ვთქვათ, შეიძლება აწუხებს ადამიანს წონა და რეალურად შეიძლება არ კონდეს, მე არ მქონდეს რაღაცნაირად ამ წონასთან, ხო, პრობლემა, მის წონასთან, ან ბევრს არ კონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ თავის თავთან აქვს, ხო, პრობლემა. და ზოგჯერ იცით რა მეთქვამს, რომ აი მართლა ჩანდა და თერაპეუტებს მივხვდარან, რომ აი უბრალოდ ამას რომ მოაგვარებს, ყველაფერი მოუგვარდება დამოუკიდებლად უკვე თავიდან ბოლომდე, ხო? და განა იმიტომ რომ აი დავიკლებ და ლამაზი ვიქნები, ხო? აქ ამაზე არ არის. აქ იმაზე არის, რომ მე რაღაცაში ავიღე კონტროლი ჩემს ხელში, რაღაცას უკვე მართავ და ესე იგი მე რაღაცაში და რაღაცა რა არის, ჩემი სხეული რა, მე ვარ. ჩემს ხელში ჩავდე ენერგია, ხო? ან ზოგჯერ მაგალითად, ну მეც მინდა ახლა მივხვდი, რომ უნდა განვაახლო ვარჯიში, უნდა მივხედო ჩემ თავს სადღაც, იმიტომ რომ ისევ გამიქცა სადღაც, ხო? აი ეს გაქცევა არის პრობლემა, რომ რაღაცა გაგექცევა. მარტივად რო გითხრათ, არა ის, რომ აი მე ფანტასტიკურად უნდა გამოვიყურებოდე, ხო? შეიძლება საერთოდ არც მაინტერესებს, რომ ფანტასტიკურად გამოვიყურებოდე, იმიტომ რომ არავინ არ მინდა, არც ხალხთან არ მინდა სიტყვაზე და მე ჩემ თავთან ძალიან ოკეი ვარ, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად ჩემ თავთან ოკეი უნდა ვიყო, რომ მე შემიძლია ვუთხრა ჩემ თავს, რომ მე რაღაცაში და ეს რაღაცა საერთოდ მე ვარ, ენერგიის ჩადება შემიძლია. შემიძლია ენერგია ჩავდო ან ფიზიკური აქტივობით, ან რეჟიმით, მაგალითად, პატივისცემა არის ეს საკუთარი თავის და ზოგჯერ თერაპიული არის, რომ დავიბრუნოთ ეს პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ, უბრალოდ წონა დავარეგულიროთ. ან ვიღაცას აქვს, რომ საერთოდ არ ჭამს საჭმელს და ну აი არ მინდა რა არ არის ჩემთვის საინტერესო. ესეც პრობლემა არის, იმიტომ რომ ამ ადამიანს ესე იგი ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია. ესე იგი მას არ შეუძლია, რომ უბრალოდ მატერიასთან რაღაც სიამოვნებასთან ეს ვენერას ენერგია, მეორე სახლის ენერგია, რაღაც ზონაზე კონდეს კონტაქტი ამასთან, ხო, ამ ყველაფერთან. გამახსენდა ხო ჩართულია. და კონტაქტი კონდეს მაგალითად მატერიალურ სამყაროსთან, ხო, ანუ რესურსებთან რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეს კვებაც ამავე დროს არის ორგანიზმის რესურსები, მე აქედან ხდება, ხო, აღდგენა რაღაცნაირად და ორივე პრობლემა არის. ან მიშებული აქვს ადამიანს თავი, ადევს მუცელი სიტყვაზე და არის მოდუნებული ძალიან. ესეც უპატივცემულობა არის საკუთარი თავის. ანუ პირველ რიგში მე რასაც ვაკვირდები, თუ გვინდა რაღაცა შევცვალოთ, აზრები, ფიქრების კიდე ცალკე აუცილებელი და უბრალოდ ჯერ უნდა შევხედოთ ჩვენ თავს რა გვაქვს გამოსასწორებელი ფიზიკურ დონეზე, ხო? ან კვება არის რეჟიმი დასაცავი, ან ვარჯიში არის დასაწყები, მაგალითად, ხელს უნდა მიხედოს ადამიანმა, ცოტა ფორმაში უნდა მოვიდეს. ზოგს მაგალითად ისეთ საოცრებები შეიძლება ეცვას, უგემოვნოთ და მარტივი არის ფორმულა, რომ დახვეწოს გემოვნება, რომ მოეწონოს საკუთარი თავი, გამოხატვა ისწავლა საკუთარი თავის, ხო? ისე. აი ხლა თვითონაც მივხვდარვან, ახლა მე ისეთ кейსებს გიყვებით, რომელიც ახლა ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე შეხება და აი მოკლედ მინდა ხოლმე აგეხსნათ ხა რა პრობლემები აქვს ადამიანებს, მე რომ ამაზე ვმუშაობთ, რომ დაიწყებენ ხოლმე მე აი მე თოლიე მაგამაგიშეს. კიდაღამ ჩამოვარდა. იქიდან ჩემი კატები დირავენ. ორივე აგზის და ესე იყურებიან ამათებას. მოკლედ ეს ესეთი, ну ესეთ როცა სტუდიის მიღმა წერ, ყველთვის ხდება ხოლმე ესეთ რაღაცები. ხო და სხვა შეს მე არ მიყვარს ეს გაფრანჭული ვიდეოები, ეს რაღაცა ძალიან სტუდიური მითი, რაღაც თავისუფალი გარემო უფრო მომწონს, ესე უშუალოდ გელაპარაკოთ, აქ ახლა დაიწყეს უკვე კონცერტი და ეს ჩაშლის ნახევარ ვიდეოს იმედიად დიდად არ ისმის. ხო და
მარტივი რუტინა არის ხოლმე დასაწყების საკუთარ თავთან. საჭირო არის უბრალოდ ანუ ჯანმრთელობას მიხედო, გარეგნობას მიხედო, ჩაცმას მიხედო, მაგალითად, ხო, აი ვიზუალი მოიყვანო ფორმაში. იმიტომ რომ იმდენი შესაძლებლობები არის ამის სწავლის, მეგობრებო, რომ თუ ჩვენ არ ვითარდებით, თუ ჩვენ არ უყურებთ ამ ყველაფერს, ხო? ესე იგი ჩაკეტილები ვართ ძალიან ჩვენ თავში, ხო? ეს ერთი ფაქტორი არის, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ზოგს კარგი ეს მოგვარებული აქვს, მაგალითად, და ეს რუტინა და ეს რაღაც ყველაფერი ეს ვიზუალური მხარე მოგვარებული აქვს, მაგრამ აზრებში აქვს პრობლემა. მაგალითად, სულ თავში არის, სულ აზრებში არის, სულ ინტელექტუალიზაციაში არის. განსაკუთრებით ეს ქალწულის ტიპაჟებს ემართებათ ხოლმე, ხშირად, ანუ ესეთ მიწისტიქიები რო არის ხოლმე, თუმცა ბევრს აქვს ეს აზრებში რო ცხოვრობენ, რაღაც ფიქრებში და რო ვეტყვი, რომ აი რას გრძნობ და ეგრევე ინტელექტუალიზაცია რო იწყება. ან არის რომ კონსულტაციაზე მოდის ადამიანები საერთოდ არაფერს არ ვამბობ, მარტო ლაპარაკობენ და მსჯელობენ, ხო? ანუ აი მთლიანად გონებაში ინტელექტში არის ადამიანი. ეს რას ნიშნავს, რომ შეგნით ემოციასთან არ ამა კონტაქტი. ინტუიცია, ემოცია შინაგანი, აი ეს არის ქოცნობიერი ყველაფერი, ნამდვილი მე არის შინაგანი. ესე იგი ნამდვილ მესთან არ აქვს ადამიანს კონტაქტი, შიგნით არ ცხოვრობს გარეთ. შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა დიდი რესურსები იკარგება შინაგანი, ინტუიცია იკარგება, შინაგან სურვილებთან კონტაქტი იკარგება და სადღაც ცხოვრობს ადამიანის ხეულს მიღმა თითქოს, ხო, ხელში არ არის, ხო, ხელს ვიძახი პირობითად, როგორც საკუთარ ნამდვილ მესთან კონტაქტზე მყოფი, ხო? და მე აქ აზრები არის დასალაგებელი, გასაჩერებელი არის აზრები. აზრები არის გადასაყვანი ემოციაში, მაგალითად, ხო? რომ იგრძნოს ადამიანმა ეს ემოციებში, აზრებიში გაქცევა ნიშნავს, რომ რაღაცა ისეთი ტკივა შეგნით, რომ ოღონდ ამას არ შევეხო და გავბივარ აზრებში, მაგალითად, ხო? მირჩენია ინტელექტუალიზაცია ყველაფრის, ოღონდ ბლოკილი, სხვა შორის თხისქებსაც აქვს ეს პრობლემა, ქალწულებსაც აქვს ეს პრობლემა, ოღონდ არ ვიგრძნო არაფერი და მთლიანად სხეული მაქვს დაბლოკილი, მაგალითად, ხო? ზოგთან პირიქით არის და ის გრძნობები, ემოციები, ეს თევზური ენერგია, სადღაც ბურუსში ცხოვრობენ, სადღაც ოცნებებში ცხოვრობენ და საერთოდ ლოგიკა გამორთული ადამიანს. საერთოდ აზრებიც არ აქვს, მარტო ცარიელი გრძნობები არის, ხო? და აქ დამიწების პრობლემა არის, მე დამიწება აკლია ადამიანს, ხო? აქ რაღაც სიმყარე აკლია, ეს რაღაც მოწყვეტილი არის, დედამიწას ეს ადამიანი და სადღაც და ეს რო არის, ხო, იცით? ეს საჰაერო ბუშტი კი არა, ნუ თოქზე რო არის რა, ქარს რო ქარი რო აკროლებს, აი ეგეთი რაღაც ფრანი, აი ესეთი რაღაცა არის რა ადამიანი რა და ნუ მაგ მნიშვნელოვანი არის რომ ეს ამდენი ემოციები და ამდენი გრძნობები და განცდები და სულ რაღაც შეგრძნებები და სულ აი ეს ხეულსა და ემოციას შორის ეს გასვლა-გამოსვლა პირიქით უნდა დაბალანსდეს და მიწაზე უნდა დადგეს, ხო? და ამას ჭირდება კონკრეტული რუტინა, კონკრეტული ქცევაზე ორიენტირებული ზოგჯერ თერაპიაც, CBT-ის თერაპია მაგალითად ზუსტად ამ შეგრძნებებზე არის მიმართული, რომ ეს კონტაქტი დამყარდეს რაღაცნაირად შინაგანთან და ქცევა შეიცვალოს აქედან გამომდინარე. მე რასაც უყურებ გულახდილად რო გითხრათ, სანამ ქცევას არ შევცვლით, შეგვიძლია წლები ვიაროთ თერაპიაზე და ცვლილებები მაინც არ გქონდეს, ხო? იმიტომ რომ ადამიანი არ იქცევა. რა ქცევაც არის შინაგანად ეს არის. ბევრმა შეიძლება მელაპარაკოს რაღაც მტყელი ლამაზი სიტყვები და მისი ქცევა აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მეტყველებდეს. ხო, შესაბამისად გასაგები არის, ხო? მის ქვეცნობიერში რა ხდება? შეიძლება იმდენად სულელია რომ ვერ ხვდება ამას. შეიძლება მალავს რაღაცას. ან არა კონტაქტი საერთოდ თავის ქცევასა და თავის შინაგან რა უფრო გარეგან ფსიქოტიპთან, ხო? მაგრამ ჩვენ ხომას ხედავთ. ჩვენ ხო ხედავთ რომ ქცევას ხა არის და ადამიანის ხა რაღაცას ლაპარაკობს, ხო? შესაბამისად გასაგებია უკვე იქ რა ხდება. ამიტომ უნდა მოვიყვანოთ სინქრონში სადღაც, ხო? რომ აი დაუკავშირდეთ რომ მე თუ აი ეს მინდა და სხვანაირად ვიქცევი. მე თუ მინდა კარიერა, მაგალითად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ზარმაცი ვარ და არაფერს არ ვაკეთებ და ვწევარ. ან წიგნი მაქვს დასაწერი, მაგრამ არ ვწერ. ამ დროს მინდა ეს გავაკეთო. ან გამოცდამები უნდა ჩავაბარო, რაღაც იმას მივაღწიო, რაც მე მინდა და მეზარება, არაფერი არ მინდა. აქ უკვე ქცევა და мотиваცია განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? ესე იგი რაღაცა გვიშლის მანდ ხელს. ესე იგი მანდ არის საჭირო, ან ზოგჯერ პირიქით არის მაგალითად, ხო, რომ რაღაცას ასწორებს ქცევა.
ზოგს ვეუბნები ივარჯიშე უბრალოდ და ყველაფერი მოგიგვარდება, ხო? იმიტომ რომ ეს მოქმედებაში მოყვანა სხეულის, ეს ემოციასაც მოხოდავ მე ამითი, ხო? მოტივაციას გაცოცხლდები, ენერგიის ხარჯვას დაიწყებ. და ხშირად ჩვენ არ გვინდა ხოლმე ენერგიის არაფერში ჩადება და მე რაფერი არ ხდება რაღაცნაირად გვიკვირს, ხო? პლუს არის თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა რეალური მომავალში აი რაც გითხარით წონის კლებასთან დაკავშირებით ეს არის სერიოზული ცვლილება ხო აი როცა სხეულებრივად ჩვენ მუშაობთ ჩვენ თავზე იქ წონას ვიკლებთ ვარჯიშობთ სხეული მოყავს ფორმაში სიტყვაზე ხო ეს რეალური ცვლილება არის მე რეალურად სამყაროს მიშის უშვებ რომ მე რაღაც ახალი მინდა დავიწყო და მე მზათავარ ამაში ენერგია ჩავდო ანუ ის წონა იმდანაც არ არის ფოკუსში ამ შემთხვევაში ეს ფონი არის ამ შემთხვევაში და ფიგურა და ცენტრი არის აი ის მოტივაცია რომ მე შემიძლია ვიბრძოლო შემიძლია რაღაც გავაკეთო ისეთი ჩემი თავისთვის მე მიყვარდეს ჩემი თავი და ამ ფორმით გამოვხატავდე ხო მე მაგალითად ჩემ თავთან მაგ პრობლემაა რომ აი ყვება მეზარებოდა საშინლად რუტინული აი ოღონდ საჭმელი არ გამეკეთებინა აი ჩემ თავზე არ ვიზრუნებდი არ დავგეგმავდი საერთოდ ყვების თემას ხო და მე მივხვდი რომ სერიოზულად მიგდებდა ეს თვითშეფასებას მიქმნიდა მიერღვევდა უსაფრთხოების განცდას მაგალითად და აი სერიოზული თურმე ვერც მივხვდი რომ პრობლემა მთავარი არის იმაში რომ მე თუ წინა დღეს მაგ დალაგებული მომავალ დღეს ჩემი რუტინა ყვების არის რა ვჭამ გამზადებული მაქვს უკვე მიდევს ყველაფერი შვიდა თუ არა საერთოდ პრობლემა აღარა მაქვს მე ხო და რაც თავარია საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხდება აი ძალიან მარტივი არის მაგრამ ამის დალაგება რომ დავიწყე აი კიდე რამე შეიცვალა თავისი მეც ვიყავი გავგნებული ამ დროს თერაპიებზე განვიხილავდით იქ ტრამვებს იმას ეგზისტენციალურ საკითხებს მაგრამ რაღაცები არ იცვლებოდა. უბრალოდ დავიწყე მარტივი ყვების მოგვარება. მე დავიწყე რაღაცა რუტინების დალაგება ჩემთვის. მოგვარდა ყველაფერი თავისთავად. გავცოცხლდი, ენერგია მომივიდა, მოტივაცია მომივიდა, უსაფრთხოება მომივიდა ფსიქოლოგიური, ძალიან ბევრი რაღაცა გასწორდა უმარტივესი რაღაცით, ხო? ეს ჩემ რუკაში ჩანს. აი პირდაპირ მითითებებში მე რო დავინახე, ეს მაგითი მივხვდი ასტროლოგიური რუკიდან გამომდინარე, რომ მოდი ეს უნდა ვცადო, მე მგონი ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ თერაპიაზე ამაზე ვერ გავედი. იმიტომ რომ თერაპია არის უფრო აი ესეთ ფსიქოლოგიური ჩაღრმავებები, მაგრამ აი ეს CBT-ის ტექნიკები მაგალითად, ხო, აი აქ რო გახვიდე რუკა, ჩვენ ყველაზე კარგად გვეხმარება ამაში, რეალურად ქცევა როგორ შევცვალოთ. და ახლა ვინცაც თანაც მქონია ესეთი კონსულტაციები, ალბათ ბევრს ახსოვს ეგ რეკომენდაციებია, რა თვითონაც მიმიყვანია მაგამდე, რომ კი ეს უნდა გავაკეთო და ეს რეალურად შემიცვლის თვითშეფასებას, ხო? აი ეს რუტინები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ რუტინების შეცვლით მეგობრებო, იცვლება რეალურად ცხოვრებისეული მოვლენები. მანამდე არ იცვლება, რაც არ უნდა ჩვენ მამის ტრამვები, დედის ტრამვები, ბიძის ტრამვები და მეზობლის და ისინი დავამუშაოთ, ისევ იგივეს თუ ვაკეთებთ, მაგალითად რომ არაფერს არ ვაკეთებთ, ისევ იმ ტკბილით რა ვიცი, ტკბილზე ვართ და ეს არის სხვათა შორის არაჯანსაღი, პოზიტიური ჰორმონები. ხელოვნურად ვიწვევთ იმ პოზიტიურ ჰორმონებს, რომელიც რეალურად საქმეში უნდა მიგვეღო, არაჯანსაღი, ხელოვნური განამატებივით რომ მივიღოთ, ეს არის ახლა ნამცხვარს რო ვჭამ, სიტყვაზე ეს არის ქალები, კაცები სვამენ, ქალები ტკბილს ჭამენ, ხო? ეს არის სტრესთან გამკლავების ცდელობა, ესე იგი მე სხვანაირად ვერ უმკლავდები სტრესს. და თუ არაადეკვატურად ან ნახშირწყლებზე ვზივარ მაგალითად, ხო? ესე იგი მე ვერ უმკლავდები რაღაც მნიშვნელოვან სტრესს და ამით ვიკმაყოფილებ, ხო? სადღაც ან ტენი აგრესიას ყლაპავ ამითი, ხო? ყველას თავისი სენი აქვს. და ეს არის გადაგორებაზე ფიქრი, რომელიც კიდევ უფრო თავდაჯერებულობას გვაცვლის, კიდევ უფრო მოტივაციას გვიკარგავს საერთოდ რამე ვაკეთოთ და ეს მერე წრიულად მოქმედებს ბევრ სხვა თემაზე, სამსახურებრივი იქნება, კარიერული თუ პირადი ცხოვრება, ხო? ბევრ რაღაცაზე მოქმედებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს გაღვიძება, რომ საკუთარ თავთან კონტაქტით, რომ მე ახლა რო ვიყენებ აი ამ ენერგიებს მაგალითად, ხო? და ეს ენერგია როგორი არის, რომ აი ვცდილობ გადავაგორო რაღაცა სტრესები, ეს ნიშნავს, რომ მე დროებით მოვიხმარ ენერგიას გარედან, მაგალითად, ოღონდ შეგნით არაფერს არ ვაწარმოებ, ხო? ხაჭერს ერთი მაგაზეც მინდა გითხრათ, აი წინა ვიდეოშიც თქვი ადამიანები ან მომხმარებლები რო არიან, ან გაცემა რო შეუძლიათ ენერგიის, ხო? ორივე რაღაც პრობლემას და იზიდავენ მე ძალიან კარგად ერთმანეთს. გარკვეულწილად, ხო?
აი აქაც იგივე ხდება, იცით, რომ უნდა ვისწავლოთ ენერგიის გაცემა. რაღაცებში ჩადება ენერგიის, ხო? აი ესეც უნდათ რომ მე საკუთარ თავს მივხედო და კვება დავარეგულირო, ან წონა დავარეგულირო, ეს საკუთარ თავში ენერგიის ჩადება არის. სამყაროში ენერგიის ჩადება არის გარკვეულწილად. და თუ არის ადამიანი იმაზე რომ მხოლოდ მოვიხმარო და მე ამისთვის არაფერი არ გავაკეთო, ხო? ის მე ნენელა ისუსტებს თავს და ცვლილებებიც აღარ მოდის, იმიტომ რომ თვითონ შინაგანად ენერგიას არ აწარმოებს ადამიანი, ხო? არანაირად არ აწარმოებს, ხოლმე მომხმარებელი ხდება. და ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად სერიოზული პრობლემა. ამიტომ აი ეს ქცევაზე ორიენტირებული თერაპია მე ყველაზე ძალიან ეფექტურად, ძალიან მიყვარს და უფრო ეფექტურად ამას უყურებ, ჩემი საკუთარი გამოცდილებითაც, მაგალითად, ოღონდ რუკა მეუბნება ზუსტად რა შეიძლება ქცევაში შეცვალოს ადამიანმა, რა ჭირდება, ოღონდ ზოგჯერ ხა არის ხოლმე ესეთ კონსულტაციები ვერ ხვდებიან, საერთოდ რას ვეუბნები, ხო, აი მეყურებენ ესე იშვიათად ესე, მაგრამ მაინც არის ეს ხა მეც 10 წლის წინ იმის ჩემთვის ეთქვა, მე ვერ გავიგებდი რაზე იყო ლაპარაკი, ხო? რაღაცნაირად ტრამვებმა, პრობლემებმა უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ დაინახო ამის აუცილებლობა და დაინახო, რომ თურმე ეს პრობლემა გქონიათ, აქ არაფერი არ ხდება, ცოტა არში ვარ. და ისეთი ის არის, ძალიან ღია სივრცე არის და ხო და ეს ურანული გარემო. ხო და აი ამას აქვს მნიშვნელობა, მეგობრებო, რომ ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი ერთად მუშაობს. ახლა მარტო დავჯდე და გაცნობიერებებში ვიყო, ჩემ თავთან კონტაქტში ვიყო და ისევ იგივეს ვაკეთებ. ეს არ მუშაობს, ხო? და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს აზრებზეც ვიმუშაოთ, ხო? აზრები რა კვეტებული აზრები თუ მაქვს, თუ ფიქრებში ვარ მარტო, აი ძალიან გამოკვეთილი არის ხოლმე ობსესური ხასიათი, რომ დამიწყებენ გრადუსებზე ლაპარაკს, ასტროლოგის მოდიან კონსულტაციაზე. აი ამ გრადუსზე რას მეტყვით? აი ეს რომ ეს გრადუსი ამის ბრალი ხო არ არის და მე იწყებენ ინტელექტუალიზაციას ასტროლოგიური რუკის, ხო? ესეც სერიოზული პრობლემა ამისთვის მაქვს მე ასტროლოგიური სკოლა, უფრო ფსიქოლოგიური, სადაც თერაპიულად გავდივართ რუკას, რომ უფრო იგრძნონ ადამიანებმა და ესე რაღაც ესე ობსესურად არ გამოეკიდონ ასტროლოგიურ კომბინაციებს, ხო? იმიტომ რომ რეალურად ეს არ მუშაობს, ეს არის ცოტა ესეთი რუკას, რომ აი ეს მათემატიკურად შევხედოთ და ფსიქოლოგიურში არ გადავიყვანოთ, ხო? ეს ცოტა უნიჭობაც შეგვიძლია. მე ჩემთვის ეს უნიჭობა არის, რომ უბრალოდ ფორმულებში დაინახო ასტროლოგია ამხელა ფსიქოლოგიური ინფორმაცია, ხო? ესე რომ ვთქვათ და ეს მაგით უნდა ვიცხოვროთ ეს ყველაფერი. და როდესაც მოდის ადამიანი აი ესეთი ფორმულებში რომ უნდა დაინახოს ასტროლოგია, ეს უკვე ნიშნავს, რომ აზრებშია ეს ადამიანი, ინტელექტუალიზაციაში არის. და ზოგჯერ გაჭედილიც შეიძლება იყოს, რომ ვეუბნები, აბა რას გრძნობ, აი ამ ასპექტზე რომ ლაპარაკობ, როგორ იფიქრებდი, რომ შენში როგორ ცხოვრობს. და ისევ იგივეს ამბობს, ანუ ვერ გებულობს რას ვეუბნები, ისევ ბრუნდება და ისევ ინტელექტუალიზაციას იწყებს. მე კარგია ის ხანერად მოული, იქით მოული, აქეთ მოული, ისევ იქ ბრუნდება და აი ეს მსგავსება რას იცით? ობსესურ კომპულსური შფოთვა, რომ აი ეს აკვიატება მოდის, მე რუტინა უნდა ჩავთო, რომ იქ ვეძებო კომბინაციებში, ვიპოვი თითქოს, მე ისევ რუტინა უნდა ჩავთო, ერთი და იგივე წრეში ტრიალებს ადამიანი და ვერ ხვდება რას ვეუბნები, ხო? იმიტომ რომ ეს ემოციური საწყისი გამორთული აქვს საერთოდ, ხო? ესეც ოკეი არის, ესეც გასავლელია ხოლმე რაღაცა პერიოდი. და აქაც ნუ ყველაფერი ნორმა არის. მე მაგალითად იმ ნაწილს ვეკუთვნი უფრო ფსიქოლოგიაში, რომ ადამიანი ყველა ოკეი არის, ხო? ანუ რაღაც პერიოდებში რაც არ უნდა რთულად აქედან ამ გადასახედიდან ჩანდეს, ის გასავლელი არის და ის ნორმალური არის, ხო? ეხლა ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, ძალით გამოვათრიოთ ადამიანი რაღაც სიტუაციიდან, იმიტომ რომ ჯერ ესე არ მუშაობს და მეორეც ის უნდა ამოჭამოს თავისი და სულ აქედან გადავა ახალ ეტაპზე, ხო? ეხლა მე რომ ამ რუტინაში არ ყოფილიყავი, რაც მე პრობლემას მიქმნიდა, მე ვერ გავიგებდი, რომ ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. და ესე ძალიან ნორმალური არის, ხო, გარკვეულწილად. უბრალოდ ის მომენტი, რომ მომხმარებლობიდან უნდა გადავიდეთ შემოქმედებით ენერგიაზე, ჩვენში უნდა ვიპოვოთ რესურსები, რომელიც რეალურად დაგვისახავს მიზნებს, ჩვენ რა გვინდა, სინამდვილეში რა გვინდა, რა ნიჭი გვაქვს, რა უნარები გვაქვს, აი, ცოტა ისე ვიტყვი და არ შევეკვეხოთ იქ, რაც ჩვენი არ არის, მაგალითად. ხო, იმიტომ რომ გაუცებად ფუსტრირება და ასტროლოგიური კარმის დამძიმებაც მოყვება მაგას და
ფსიქოლოგიური ენით ილუზიები მოყვება. ხვის გზაზე მიდიხარ, შენი გზა ეს არ არისო, ხო, ვამბობ? ან გაიარო ეს გზა უკვე ეკლიანად. ან თუ გინდა ამ ზონაში შესვლა, უნდა იცოდე, რომ დიდი ფასი დაგიჯდება ეს ყველაფერი და უნდა გამოიმუშაო მაშინ ეს, ხო? და ეს უკვე ოკეი არის მაგალითად, ხო? ძალიან ბევრზე მაგ ხოლმე ადრე საუბრობდი. რომ გამოიმუშავეს ეს ენერგია და ეს ამას კარმის დამუშავებასაც ვეძახით ხოლმე, ნიჭიერი ადამიანები, ნიჭიერ ადამიანს ვეძახი ესეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იშრომოს, საკუთარ გამოწვევებს გაუმკლავდეს და იყოს ავთენტური, ანუ რაღაცას რო ლაპარაკობს, ის გრძნობდეს რაც ლაპარაკობს და გავლილი ქონდეს და არა ბოდიალობდეს რაღაცებს, რომელთან ტრამპი რო ავიღოთ, გონზე არ არის ტიპი რაც ლაპარაკობს, საერთოდ აზე არ არის, ხო? ესე რო თქვა, იქ შედიან რაც მათი საერთოდ არ არის, ხო? და აქედან მოდის ეს ნარცისულობა ტრამპის, ხო? ანუ შექმნა რაღაც წარმოსახვითი მე რომელიც იცის რომ ეგ არ არის და ეს რომ არ დაინახოს, იგონებს, კიდე უფრო აძლიერებს იმ ნარცისულ ველს, ხო? აი ესე ძალიან ისე მარტივად რო გითხრათ, ხო? და მთელი პრობლემა ადამიანების მე რასაც ვაკვირდები, არის აი ეს ეგოს პრობლემა, ან დაბლა დაწევა ეგოსი, ან მაღლა დაწევა. ორივე ერთი არის, ორივე პრობლემა არის და უნდა არც ხვას აუწიოთ ეგო დაუმსახურებლად მაგალითად, ხო? რომ მეც მაგალითად ცუდი გამოცდილება მაქვს სულ მაგითი, რომ მე სულ ვაძლევდი ადამიანს შანსს, მისი საუკეთესო პოტენციალი გამოევლინა ხოლმე და რატო უნდა მიმეცა ამის შანსი? არ არის ადამიანი ის რაც გინდა რომ ხედავ, კი, კარგ პოტენციალს ხედავ, მაგრამ ეს კარგი პოტენციალი უნდა დაიმსახუროს, უნდა გამოიმუშაოს. ახლა მე ხშირად ხედავ ადამიანის სელენას ხოლმე. და აი ცილა ამოვიტანო და ზოგმა უნდა იმშრომოს ამისთვის, რომ ის ელენა გააქტიურდეს. ხო, უნდა იმუშაოს სერიოზულად, უნდა რაღაცაერად ვალებიც გაისტუმროს, ან განვითარდეს იქამდე, რომ ის ელენა დაიმსახუროს. ხო, ადამიანმა ზოგი ბუნებრივად ზის ამ ელენას ენერგიაზე და არ ჭირდება იმას გააქტიურება, მაგრამ ზოგს არ ჭირდება ხელის ხდლება. ზოგჯერ პირიქით უფრო უარეს უკეთებ, ხო? აი ძალიან დიდი დილემა მაქვს ხოლმე. მაგალითად ჩავიმთვარე რომ ლომში ყავს ადამიანს ამ ზესთან ასპექტირებული, რომ შევაქო. არ და მინდა რა შევაქო, მაგრამ იდეა შეიძლება არასწორად გაიგოს ეს შექება. იდეა შეიძლება მოგიბრუნდეს იქით, ეხლა ჩემთან არ ყოფილა ეგ ვარიანტი, მაგრამ აი ცუდად მას მოუბრუნდეს ცუდად ეს თვითშეფასება, ხო? მე რაღაც ისე გაფუჭდეს ადამიანი, რომ მე გული დაგწყდეს, ოღონდ ახლა შენ რო შეაქე მაგის გამო არ მოუვიდა ეს, მაგრამ გარკვეულწილად, ნუ ესე ვლინდება და მე უკვე ჩვენთ არ ყოლმე მინდა რომ უთხრა, ამაგარი ხარ და როგორ კარგად გამოგდის, ვერაფერს აღარ ვამბობ. მეთქი იქნება და არ ჩავერიო. არ ღირს. თვითონ მივიდეს, დავანება თავი, ხო? ესეც გარკვეულწილად გამოცდები არის, იმიტომ რომ მე ახლა არა მაქვს მაგ თემასთან პრობლემა, მეგოს თემებთან, ხა ურანი მზის ტრინი მაქვს. საერთოდ არ მესმის ხოლმე ეს ეგოს თემები და მე რომ ხვდებოდი რომ ეს ხალხი საერთოდ ხანაერად იყენებდა ამას, მე ვიყავი რაღაცა ცოტა გაკურებული ხოლმე. და ყველა ჩვენი ეგეც გამოცდა არის ხოლმე, იცით, რაღაც ავანს რო აძლევ ადამიანს. როგორ გამოიყენებს მასზეც არის გარკვეულწილად. ხაშერის ჩემო ახლოს გარემოცვაშიც მეუბნებოდნენ რაღაცას და მე არ მისმოდა, ანუ იგივენაირად შემიძლია ვთქვა, უღუნთ ახლა არა, ეგოსთან გამოწვევები. არამედ ერთი და იგივეს რო ატრიალებ, მეც მქონია ეს აკვიატება, რა ერთი პრობლემა მქონდა წლები და შეჭმული მყავდა ჩემი და ქალები, აი დრამა და აი ეს პრობლემა და კაცო მოაგვარე და მეკვირდა როგორ უნდა მოვაგვარო, ეს ხო მოუგვარებელია და თორემ არ ყოფილა მოუგვარებელი და მე მივხვდი რომ აი სადღაც ხალხი მეუბნებოდა რომ რაღაცები შეგიძლია შენ თვითონ დაკონტროლო, დაგეგმო, გამოაგვარო, რა საჭირო ამაში იტრიალო, ხო, ამ ნეგატიურ ველში და ეხლა ხვდები რას მეუბნებოდნენ. ანუ ეხლა მოვიდა ჩემამდე, ანუ ყველას გვაქვს ეს ფაქტორები, ხო ხვდებით და აი აქ ამ სერიოზული თემების მოგვარებაში რუტინული ქცევის შეცვლა გვეხმარება მეგობრებო. აი ეს მინდა მთავარი მესიჯი რო გითხრათ, კიდე გამექცათ რომ, მაგრამ იმედია საინტერესო იყო თქვენთვის, ცოტა ბევრი საკითხი ერთად ჩავყარე და შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყო თქვენთვის, მაგრამ ამ თემას მე ცოტა ისე მიუბრუნდები ქცევაზე ორიენტირებული თერაპიის კუთხით, ხო?
ვის რა კომბინაციები აქვს. ეს მაინც ესე ზოგადად იმიტომ მომიწია ლაპარაკი, რომ მაინც პირად რუკაში ვუყურებ. უბრალოდ მე ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ მხოლოდ ემოციებზე მუშაობა და თერაპია არ მუშაობს და იქ აუცილებლად ქცევა უნდა შევცვალოთ, რუტინა უნდა შევცვალოთ ცხოვრებაში. თუ გვინდა რომ ცვლილებები იყოს, მე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო რეალურად როდის ხდება ცხოვრების შეცვლა, რა ვიბრაციის მერე ხდება, ამას კიდე ცალკე ეზოთერულ ვიდეოს ჩაგიწერთ, მაგრამ ესეც მინდა რომ უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ ქცევას არ ვცვლით, არაფერი არ იცვლება. ჩვენ არ ვიცვლებით. და აი ეს შეცვლა ქცევის ყველაზე რთული არის. პატერნების შეცვლა გამოდის ეს, ხო? და ამის გაცნობიერება, საიდან ჩამოყალიბდა ეს პატერნი, საიდან წარმოიქმნა ქცევა, საიდან ჩაეშვა რუტინაში, აი ამას საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი გაცნობიერება ჭირდება და მე უკან ალაგმვა აი ამ არასწორი ქცევის მე იწყება ეს პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის თერაპიაში აი ესეც ეს ნაწილიც გავითვალისწინოთ, რა რუტინაში ვართ, რომელიც შესაძლებელი არის, რა ენერგეტიკული სტრუქტურა გვაქვს, რომელიც აქაც ენერგოველი არის შესაძლებელი, თუნდაც ჯგუფურ თერაპიებშიც თუ ინდივიდუალურ თერაპიებშიც, აი ენერგოველთან შეხება რო ხდება და არა რაღაც ფსიქიკის ნაწილებთან, ხო, აი ენერგოველთან, რასაც ქვია, აი ეს არის ის მთავარი დრაივი საინფორმაციო ველის შეცვლას რო ვეძახით გარკვეულწილად, ხო? და მე უფრო ადვილად ხდება ამ ყველაფრის გაცნობიერება, მე ესე ვხედავ მაგალითად და ესეც ვმუშაობდი, ეს გზა მაქვს მეც თავიდან გავლილი. და აი ამ ყველაფრის გაერთიანებით უკვე მოდის ხა ახალი მე, რომელიც აღარ უშვებს იმ ერთი და იგივე შეცდომებს, აღარ არის ერთი და იგივე პრობლემებში ჩართული და ბევრად უფრო თავდაჯერებული ხდება ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის განვითარების გზა, ხო, გარკვეულწილად. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ რომ კომენტარები დაწეროთ, დალაიქოთ, რა დაგაკლდათ, რას ისურვებდით რომ კიდე ყოფილიყო აქ ჩართული, ძალიან სიამოვნებით მოვისმენ ხოლმე თქვენგან და წავიკითხავ და აბა დროებით.